ქართული ოცნება მხარდამჭერებს კარგავს და ხალხი გაბრაზებულია. ეს არის მთავარი, რასაც ამბობენ ჩვენი რესპონდენტები მას შემდეგ, რაც CESCOM უკვე გამოაქვეყნა საბოლოო მონაცემები და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირწმუნებიან, რომ მილიონიან ქალაქში კალაძემ მხოლოდ ხმების 20%-ის მიღება შეძლო. პოლიტიკის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს 20%-იც კალაძისთვის არის ის მოგროვებული ხმების მაქსიმუმი, რომელსაც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ, რომ გუშინ მოეხერხებინათ საარჩევნო უბანზე. აქ საუბარია ძირითადად დარღვევების ფაქტებზე, გამოვლენილ დარღვევებზე, რომელიც დიდი ალბათობით ისევე გამოუძებელი დარჩება, როგორც წინა არჩევნების დროს მოხდა და ეს ძირითადად შეეხება სავარაუდო კარუსელებს, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს და სავარაუდო ზეწოლის ფაქტებსაც. პოლიტიკის ექსპერტებსაც მათ შორის მიაჩნიათ, რომ მთავარი რითიც კახი კალაძემ შეძლო ხმების მობილიზება, ეს ადმინისტრაციული რესურსია, ანუ საჯარო მოხელეების გამოყენება. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ ახლა ქართულ ოცნებას ერთგული ამომრჩეველი აღარ შემორჩა. 15-20%-ამდე ეს არის წმინდა ადმინისტრაციული რესურსი, ხო? ანუ ხალხი, რომელიც მუდმივად აძლევს ხელისუფლებას ხმას. სხვა მეთოდებით, ხო, ზოგს სამსახურის დაკარგვის შიშით, ზოგს მოსყიდვით, ზოგს დაშინებით და ამ შემდეგ. ეს არის ეს რესურსი, ანუ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დღეს გვყავს ქალაქის მერი, რომელსაც ნატურალური ამომრჩეველი, ვისაც ის მოწონს რეალურად არ ყავს. შეთანხმებული რო ყოფილიყო ოპოზიცია არჩევნებზე ერთიან კანდიდატზე, რო ყოფილიყო კონსოლიდაცია და აქტივობა შესაბამისად გაზრდილიყო თუნდაც 40-დან 45%-მდე, ეს ნიშნავს, რომ ან პირველივე ტურში იგებდა ოპოზიცია, ან იქნებოდა მეორე ტური. ყველაზე დაბალი აქტივობა თვითმმართველობის არჩევნებზე ბოლო პერიოდში. ამიტომ ქართული ოცნების ნებისმიერი ბაქიბუქი თბილისში დიდ მხარდაჭერაზე არის უბრალოდ ტყუილი. მილიონიან ქალაქში მთელი კარუსელებით, მოსყიდვით, დაშანტაჟებით და ასე შემდეგ, მათ მოახერხეს მხოლოდ 1/5 მხარდაჭერის მოპოვება, რაც პირდაპირ მიანიშნებს ოცნების მხარდაჭერის არარსებობაზე დედაქალაქში და იმაზე, რომ საქართველოს აგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასავლური დემოკრატიული მომავლისთვის. აბსურდი მგონია რეალურად ეს არჩევნები და ამიტომაც არ მივიღებ მონაწილეობა. ქართულ საზოგადოებას აქვს ცვლილებების მოლოდინი, უბრალოდ ვერ ხედავს არჩევანის შესაძლებლობას. ანუ დღევანდელი კანდიდატები, რომელიც კალაძის საპირწონედ იდგა გუშინდელ არჩევნებში, არ არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის. ამიტომაც ეს უნდა დავინახოთ, ეს უნდა ვაღიაროთ და ზოგადად პრობლემის გადაჭრა და მიზნის მიღწევა, პრობლემის გადაჭრა იწყება იქიდან, რომ პრობლემა უნდა აღიარო და მას სახელი უნდა დაარქვა. დღეს ჩვენს ქვეყანაში პრობლემას აქვს ნამდვილად სახელი და ეს სახელი არის ის, რომ არ ყავს ოპოზიციური სპექტრი. ფაქტი არის, რომ საარჩევნო უბნებზე გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად არცად ყოფილა მაღალი აქტივობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მოქალაქეები გაბრაზებულები არიან ქართული ოცნების პოლიტიკით და მათ აღარ სურთ, რომ ივანიშვილის პარტია მართავდეს ქვეყანას. ეს კარგად გამოიხატა თბილისშიც განსაკუთრებით, რადგან მილიონიან ქალაქში სულ რაღაც 300,000 ადამიანმა გადაწყვიტა საარჩევნო უბანზე მისვლა და აქედან მინიმალური შედეგით ფაქტობრივად შეძლო კახი კალაძემ მესამე ვადით, რომ მერის პოსტი ჩაიბაროს. პირველების პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა.